თოჯინების თეატრში სცენაზე გაცოცხლებული პერსონაჟები მაყურებლისთვის ზღაპრულ სამყაროს ქმნიან. მათ უკან ხშირად უხილავი შემოქმედებით განან. ადამიანები, რომლებიც თითოეულ სახეს, ხასიათსა და გამომეტყველებას აცოცხლებენ. ამ სამყაროს ერთ-ერთი უხილავი შემოქმედი ნაირა ткаჩენკოა. მეთოჯინე, რომელმაც თოჯინების შექმნას თითქმის 9 საუკუნე მიუძღვნა. თეატრი მაინც სხვა სიყვარულია, ასე მგონია, რომ ეს სხვაგან რომ მემუშავა მეთქე ვერ შევძლებდი, იმიტომ სულ სხვა მიდგომა, თეატრი მაინც სულ სხვა სფეროა და მით უმეტეს თოჯინების თეატრი, ყოველთვის ბავშვი რჩები. 2000 წლიდან ნაირა ткаჩენკო თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრში მუშაობს. ამ დროის განმავლობაში მან არაერთი პერსონაჟი შექმნა, თითოეული საკუთარი ხასიათითა და ისტორიით. პირველად მუშაობა რო დავიწყე თოჯინებს მე არ ვძელწავდი პრინციპში ვაკეთებდი უფრო ბუტაფორიას, რეკვიზიტებს, დეკორაციას, იმიტომ ძელწავს სკულპტორი ყავდა სხვა. მე ნელა-ნელა რაღაცნაირად დამაინტერესდა რომ აბა შევძლებდი თუ არა მეც გამოძელწვას და მოხდა ისე რომ მივხვდი რომ გამომდის და რაღაცა აღმოვაჩინე ჩემში და ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს პროცესი, როდესაც ხასიათს ვიღებ თოჯინის ხასიათს ვიჭერ და ნუ არ ვიცი ესე იგი რაღაც სხვა სიხარულია მაინც. თოჯინის შექმნა მხოლოდ ტექნიკური პროცესი არ არის, ეს ხასიათის ძიებაა. მუშაობა იწყება მაშინ, როდესაც რეჟისორი და მხატვარი სპექტაკლის ვიზუალურ სახეს განსაზღვრავენ. მეთოჯინე ეცნობა ესკიზებს, კითხულობს პიესას და სწორედ ამ ორი წყაროს, ნახატისა და ტექსტის მიხედვით იწყებს პერსონაჟის ხასიათის ჩამოყალიბებას. ამის შემდეგ იწყება ძერწვის პროცესი. ქაღალდისა და წებოს ფენებში ძერწვისას ნელ-ნელა ჩნდება სახე, რომელიც საბოლოოდ სცენაზე გაცოცხლდება. მე ვერც წარმოვიდგენდი რომ მომიწევდა ახლა თოჯინასთან შეხება და რაღაც და ეს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს არის ჩემი არ ვიცი მამოძრავებელი ძალა. თქვენ წარმოიდგინეთ რომ სახში რომ მივდივარ არ ვიცი მეორე დღეს რომ არ მეგულებოდეს რომ აქ რომ უნდა მოვიდე ალბათ არ ვიცი ეს მავსებს ყველანაირად ყველა ჩემი ქმნილება მიყვარს აბსოლუტურად რომ გითხრათ რომ გამორჩევით რომელიმე არ აი როგორ შეიძლება ეხა მაგალითად როგორ დედა ვერ გამოარჩევს თავის შვილებს ხო ერთმანეთისაგან ისეა ჩემთვის იმ სიყვარულს ვდებ იმ შრომას ვდებ ყველაფერს და ჩემთვის ყველა ერთია და ყველა მიყვარს ძალიან. ზოგჯერ ხდება, რომ თოჯინის სახეზე სასურველი ხასიათი მაშინვე არ ჩნდება. ასეთ დროს შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს, სანამ პერსონაჟის გამომეტყველება საბოლოოდ ჩამოყალიბდება. მაგრამ სწორედ ეს ძიებაა პროცესის ყველაზე საინტერესო ნაწილი, როდესაც საბოლოოდ საკუთარ ნამუშევარში ხედავ იმას, რასაც ეძებდი. თუ ხასიათი დავიჭირე ერთი თოჯინა მაგალითად გამოძერწვას მომდენ 1 საათი, მაგრამ შეიძლება რამდენიმე დღე, იმიტომ რომ აი უყურებ, მაგრამ ვერ ვხედავ იმ ხასიათს და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე. სახლის საქმესაც კი რო ვაკეთებ მაგალითად, იმაზე ვფიქრობ, რომ აი ხვალე რომ მივალ, იცი რა რომ ვძერწავ, ესე კი რაღაც სწორი არ გამომივიდა და ეხლა იმას დავამატებ, იმას მოვაკლებ და იმდენად კარგი პროცესია ეს და აი ვერ წარმოიდგენთ, იმდენად დიდ სიამოვნებას განიჭერდეთ ეს რომ აი გინდა რაღაცა მიიღო და ბოლოს ხედავ შენ შედეგს. მისთვის განსაკუთრებული სიხარული საბავშვო სპექტაკლებისთვის თოჯინების შექმნაა. მისი თქმით, ბავშვების ემოცია ყველაზე დიდი ჯილდოა, სწორედ ისაა, რაც ამ შრომას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ყველაზე ძალიან მიყვარს, როდესაც კეთდება ძალიან საბავშვო თოჯინები, იმიტომ პატარა ბავშვის რეაქცია მაინც სულ სხვა არის, ვიდრე ახლა მაგალითად მოზარდის. და აი იმათი ახტაცებული თვალები სულ სხვანაირია მაინც განსაკუთრებით ჩვენთვის ეს არის ჯილდო ბავშვის რეაქცია და ბავშვის ახტაცებული თვალები ამ რეაქციებს კი პრემიერის დროს ყოველთვის აკვირდება ნაირა ткаჩენკოსთვის თოჯინების თეატრი უბრალოდ სამუშაო ადგილი არ არის ეს არის სივრცე სადაც ყოველდღიურად ბრუნდება სადაც თითოეულ თოჯინას სიყვარული თქმის და სადაც როგორც თავად ამბობს ადამიანი ყოველთვის ცოტათი ბავშვად რჩება.